ასტროლოგიაში არსებობს ესეთი ცნება, ტერმინი უпростоრად დილის მერკური და საღამოს მერკური. ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა ადამიანი როდის დაიბადა დილის თუ საღამოს, აქ არის საუბარი იმაზე, რომ დილის მერკური გულისხმობს თუ მერკური დგას მზის წინ და საღამოს მერკური არის თუ მერკური დგას მზის უკან. შესაბამისად, არის განსხვავება რეალიზაციასთან დაკავშირებული, ესე ვთქვათ, განსხვავება არის ამ ორ მერკურის შორის და იუნგი წერდა, რომ ამ მერკურის თავისებურებებს, ამ განსხვავებას, ესე ვთქვათ, თვითონ აღიქვამს როგორც შეადარა მითოლოგიურ ამ ეპიმეთეს და პრომეთეს, რომ თქვა, რომ მზის წინ რომელიც დგას, ესეთი მერკური უფრო გავს ეპიმეთეს, ანუ უფრო ექსტრავერტული არის, ესეთი ადამიანი ჯერ საუბრობს და მერე ფიქრობს, რა თქვა, ან ჯერ აკეთებს და მერე ფიქრობს. ხოლო მეორე შემთხვევაში თუ მერკური დგას მზის შემდეგ, აქ უკვე იუნგი ამბობს, რომ ეს მერკური უფრო გავს პრომეთეს, ანუ უფრო ინტროვერტული ტიპი არის, რომელიც ჯერ ფიქრობს და შემდეგ ამბობს, ან ჯერ ფიქრობს და შემდეგ აკეთებს. შესაბამისად, აი ამაში არის განსხვავება, აქ არ აქვს მნიშვნელობა რეალურად რუკა ინტროვერტული არის თუ ექსტრავერტული არის, ან დაბადების დროს, აქ არის საუბარი კონკრეტულად მერკურიზე, მხოლოდ მერკურის რეალიზაციაზე, ნიშნის და ასპექტების გარეშე, ანუ უბრალოდ დგომიდან გამომდინარე. თუ მერკური დგას მზეზე წინ, ეს ნიშნავს იმას, რომ მერკური არის უფრო ექსტრავერტული და ადამიანი ჯერ აკეთებს, შემდეგ ფიქრობს, ჯერ ამბობს, მერე ფიქრობს. და თუ არის მერკური მზის შემდეგ, თუ დგას, ესეთ დროს არის მერკური უფრო ინტროვერტული. შესაბამისად, ესეთ დროს ადამიანი ჯერ ფიქრობს და შემდეგ ამბობს. დააკვირდით, ნახეთ საკუთარ რუკებში, სხვების რუკებშიც, თუ გაგიჭირდებათ რუკაში იმის ნახვა მერკური დილის არის თუ საღამოს ჯგუფში შეგიძლიათ დადოთ პოსტი, ჯგუფი არის მე და ასტროლოგია, ესე ქვია, მეტას პლატფორმაზე და ან შეგიძლიათ ჩემს გვერდზეც დადოთ ინსტაგრამზე. უფასო სერვისებში ჩვეულებრივად შეგვიძლია ესეთი კონსულტაცია ჩავატაროთ და კონკრეტულად უპრობლემოდ მიგითითებენ, გეტყვიან თქვენი მერკური ამ შემთხვევაში იქნება მზის წინ თუ იქნება მზის უკან.